დილამშვიდობისა მოგვიწერა ერთგულ მაყურებელს თან განსაკუთრებული დილამშვიდობისა, იმიტომ რომ განსაკუთრებულ სტუმართან ვიმყოფებით დღეს ჩვენ, ან პირიქით ჩვენ ვარ სტუმრები. ეს არის ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც გავიცნობით თუ როგორ იღვიძებს და საერთოდ როგორი დილა აქვს. აი, ეს არის პატარა ნანიკო ხაზარაძე თლიო. როგორ აღარ ნანიკო? როგორ აღარ? აი, დაპატარო. როგორ ახლა? დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ერთად იღვიძებთ, ხო? კი. პატარა ნანიკო და 1-2 საათი ვიღვიძებთ. 1-2 საათი იღვიძებთ, ანუ დაიწყე 7-დან უკვე გამოიწევთ. 9-დან დავიწყეთ, ეხლა რომელია? ეხლა 9 არის. 10-9-ის დროს ვიქნებით ორივე. გამოფხიზდებით ბოლომდე, ხო? ესე გაღვიძებს ხო? დედიკო, გაიღვიძე. რატო არ გადაგიყო? მათვენი რორი. იმასაც აქვს კი. მეც მაქვს და იმას. ბევრი არიან. გაიღვიძე. გაიღვიძებნები? ვერ იღვიძებს? ხო თუ არა? ხანდახან თავით კი ახალმე დედიკოს. არ იღვიძებს. ხოლმე მე ვიდინე, მე თვითონ საბანი არ მქონდა და. საბანი არ მქონდა დაფარებული? მერე დაგაფარეს თუ არ გაფარებს დედიკოს? ბოროტი დედიკო ყავს ყირას და ლურჯი იღვიძებს დილაობით. შეხო ყოველთვის პრობლემები ქონდა დილას გაღვიძებას. ნუ რა პრობლემა, რამდენი წელია ვიღვიძებ 6 საათზე მინიმუმ. და ეხლა კიდე კარგია რომ ნუ ვის ნახევრიდან რომ ამდენ პირიქით გადმოხვედი სხვა რეჟიმზე. აბა გადმოვინაცვლე დღე ხა გვიან გაღვიძების რეჟიმი მაქვს ბოლო 3 წელია. ბახ! ანუ პრობლემა არ გაქვს გაღვიძებასთან? არა, მაინც მაქვს პრობლემა ახლა კი ვარ მიჩვეული და ძალიან არ მიჭირს, მაგრამ სიამოვნებით დავიძინებდი რომ არ მოგატყო. რამ შეიძლება გავაღვიძოს სტილით რომ ცეცხლასიაძე იყო მთელი დღე. არ ვიცი, იშვიათად ხდება. ხოდა ჩაუწიეთ. ამან, აი ესე როგორ ეს კიდე ძალიან თუმეზარება ადგომა ვეუბნები რომ თავმთქიო და ეს გამოდის აქ ან დეჩემს გამოყავს და რაღაცა შვება თავისთვის. პირველი რასაც აკეთებ, როცა სამზარეულოში ყავს. არა, პირველი ლილუს ფაფას. ლილუს ფაფას? ლილუ ჭამე უკვე ფაფა? ლილუ ფაფა ჭამე უკვე? კი, ნაჭამი აქვს უკვე. მერე ლილუს პაპა სანამ გაცივდება მე ყავა და სიგარეტი ის რომ დავამთავრებ ყავას მერე ვაჭმო ლილუს პაპას და მერე ვზივართ გაყვავს დრო ველოდებით ბაღის დროს ანუ 10 წელი 10 წუთი გავდივართ დილის ტუალეტი და მოწესრიგება ეს ყველაფერი ფაფამდე თუ ფაფის დოილი არა ორივე რო შევჭამთ მე ყავას დავлеп მერე შევდივარ და პარალელურად ვიხეხავთ კბილებს პარალელურად ვივარცხნით თმებს და ამასთან ერთად ბანაობა არ გამოდის იმიტომ რომ თუ გადავწყვიტე რომ ამასთან ერთად ვიბანაო ეს ნიშნავს რომ ორივე ერთად უნდა ვიბანაოთ ამიტომ ბანაობა ხდება მე ეს რომ მიდის და ბაღში მივდივარ ხოლმე აი ცოცხივით ანუ ჯამსაცხოვრებას არ ეწევი როგორც ფარჯიში ძალიან შორს არის ჩემგან არა ჯამთელ საკვებს არ ჭამ ერთად რასაც შვები ნუ რეჟიმი მაქვს მე მგონი ჯამთელი მეტი არაფერი რეჟიმი უბრალოდ ის რომ დილოს ნუ აი გამომდის ესე რომ ვიღვიძებ და ნუ ადრე მე ხო დედი ძალიან რა კარგი მუსიკია რა ეხლა დაიწყო ამან მუსიკების ყურება აქამდე ვერ ხვდებოდა ნუ რაღაცა ფერადი გამოსახულება მოწონოდა ეხლა ეს რა არის ეს ვინ არის რატო არის რა უნდა საწავიდა ვისთან წავიდა რატო წავიდა და მე აი ძინარი სახით პასუხები გამზადებული აქ ვატარებ ყველაზე ძირითად დროს სახში ყოფნისას. დილას აკატარებ? კი, თუ ძალიან არცივა კი, პრინციპში იმას უფრცივა ვიდრე. დედი გატყდება აივანიც და არ ვარჯიშობ მაინც. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხედი მშენია. აი ვარჯიშობენ და იმ წვერზე. სქერით კმაყოფილს. კი, ხედი აკედელივით და აი გზივა. ცოტა შიზოფრენიკის სახე მაქვს. ჩართე შენ ხო იცი ჩართო? ძირითადად შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დილა არის, ეცდება რა არ უნდა გააკეთოთ
დილით. ესე იგი მე ვიღვიძებ ადრე, ნუ ყავას ვსვავ, იმიტომ რომ რამდენი წელია ჩემი დილა ყავით იწყება. ნუ მე არ მბუნებს, როცა მივხვდები რომ ყავა ჩემთვის ცუდია თავს დავანებებ, რომ მივხვდები რომ სიგარეტი ჩემთვის ცუდია თავს დავანებებ, ჯერჯერობით არ. შენთვის კარგია? კარგია, ვარჯიშსაც დავიწყებ, კი. იცი რა, ჯერჯერობით მე მგონი რომ უყურებ ჩემ თავს. არა ვარ ისეთი მოდუნებული რომ მაინც ვარჯიში მჭირდებოდეს. აი ლილუს ვარჯიში. ვარჯიშობ? წამო. ესე რომ აკეთებ ხოლმე რაღაცები რო იცი. სად ვივარჯიშოთ? დაგიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში კრახის დასრულდა სამწუხაროს ჩემი და ლილუს ვარჯიში. ანუ შევასწავლენი. გრძელდება მაღვიზარა და მაყურებლისათვის ლილუ გააკეთებს 3-4 მოძრაობას. მოდი და გვასწავლე. მოძრაობას. არ გინდა ვარჯიში? არა, ამას თუ არ უნდა არ არსებობს. ჩაგეშალათ გადაცემა გადადება. ჩაიშალა ამას ვარჯიში. დაკეცვას გასწავლით იმისი და პლეტის ერთი იღებთ, კეცავთ, მერე 4-ად კეცავთ, მერე 8. მერე 8 და მერე 16. მერე 16 და მერე ვდებთ ისევ სადმე. შეგიძლიათ 32-ად გაკეცოთ. მერე უკვე მაგდენ 64. მაგდენ თუ აღარ ვიცი. და მე ჯიბეში ჩაიძნა. ესე იგი ისე მოხდა რომ გაზი შემიწყვიტეს და 3 დღე არ გვაქვს არც წყალი არც გაზი და ანტისანიტარია ვართ. ძალიან ბევრ რამეს შეიძლება ხვდები, მაგრამ ყველას ორგანიზმი ინდივიდუალური. ჩემი არ ითხოვს ჭამას სადღაც 6-7 საათამდე. საღამოს 6 საათამდე. მე რა უკვე იცით ეხლა რომ ჭამო მე რომ საერთოდ არაფერს არ ჭამ. აა ხილსაც კი? არა არ შემიძლია დილით ჭამა. რას? 2 3 ეს არის ჰაეროვანი ვარჯიშები ტვინისთვის. არა ფიზიკური. გონებას ხსნის. გონებას ხსნის დილიდან აი ესე ვარ. ისე ბაღში ვერ მიდის გონება თუ ვერ გაიგე. არ არსებობს ისე ვერ გავალთ სახლიდან. რას? 4 მერე მეორე 3 მერე ესე ტრიალებ ხო? და ეხვევი. ლილუ იცი რა გამოგრჩა ვარჯიშს რო დამთავრებ ჯოჯოს საჭმელი დაუდეკაი? ჯოჯო სადა? გამოვა ეხა ძინავს ჯოჯო აღარ გაღვიძებს? არა ჯოჯო არის ყველაზე კომფორტული ადამიანი. მე რო დგები იმას პირველ საათამდე კიდევ ძინავს. არა ეხა რო გაიგებს ამ საჭმელის ხმა შევა გამოვიდეს. ჩემი ჭკვიანი. მეორე არ გინადეთ თორე გასკდება. ჯოჯო! ზარმაცი დედები ისე ამუშავებენ შვილებს. ოჩახტე, დაკეტე კარადა. გრძელდება ლილუს დილა. მაგვიწერეს პირდაპირ ეთერში. ეხა ჯოჯო გააღვიძე და გამოიყვანე. დილის შემადგენელი ნაწილია ჯოჯოს გაღვიძება. არ დაეცე ოღონდ. სად არის ჯოჯო? ჯოჯო წელს ყველაზე კარგად კივას. აი. ძინა წამო. და არ დაკაწროს, არ დაკაწროს ხელში. წამო. ჯოჯოს საწყანი. დედი ძალიან გინდა. დაგვიჭერეს. ცხოველების უფლებების დაცვის კომიტეტი დაგვიჭერს, დე. არ ჭამა? და რას აკეთებ ხოლმე? რო არ ჭამს, რასაც ძალით აჭმევ? და მე ესე მატარებს ხოლმე კისერზე დასმულს. ბახში უყვარს იარაღი? არა. ხასიათს არ გიფიქრებს ეს დატოვების პროცესი როგორია? ესე ხოჭოსავით მაგ მოკრული ტანზე მყავს. და მე წიხლებით და ხელებით. მაგრამ გამოვდივარ თუ არა იმ წუთასვე კრისტალურად დედი წავიქცევით ორივეთად სახით. გამოდისო დავიღალე მე ხომ ფეხები მტკივა. აი ესე ხო. ესე მერე მე ქვემოთ ხელები. 1 ხო, აი ესე 3 ტიკო გწოდნია. და ჯემი დილა გამოვიდა. ჩაგეშალათ გადაცემა ფაქტიურად. იქ თავის თოჯინები ყავს ასკები რაღაცები იმათაჭმოს. დაკეცვა შედეგი გამოვიდა. ყველა სახში კეცავს ალბათ. ეს მართლა სუალაგებს.
მთელი სახლი ჩათვალე რომ მაგის დალაგებულია. ჯოჯოს უღებს, ხო რო არ აჭამე ჯოჯოს. მაღვიძარას ეთერში დილუს დილა, დილის ტუალეტი, როგორ ემზადება იმისათვის, რომ წავიდეს ბაღში და იხეხავს კბილებს. ესე მე წყალს უშვებ ხო ლილი. მოგეხმარო. ალი მოუსმის. ეხა უკანა კბილებიც გამოიხეხე უკანა. უკანა არ დაიწვეთო კბილის პასტა ჯემპზე. ესა უნდა გამოიხეხო დილას კბილები. ასწავლე და ხალხს. ესე ყოჩახ. პირი მოიბანე პასტები რო არ. პირსახოც მოგიტან. გეყოფა. გვეყოფა. ვიმშალებთ და დაკიდე თავის ადგილზე. ვიცვლით დასაცმელს თავიდან. აუცილებლად დილით ვიცვლით 1-3 დრო. ხან ფაფა მხარზე. წამო. ამით დილის პროცესი ეს სარეცხმო ხანაში დასრულებულია და დაგიბრუნდებათ მაღვიძარა ძალიან მალე ეთერში. შუქს აკრავს, ნახე რა წესიერია. გზავდება დილა ნანიკოების სახლში. ლილუს ვეძახი სიმპაუერს, იმიტომ რომ წითელი სათვალეები აქვს რაღაცა დებილი სახით არის ხო? მოდი ოსტინ, მოდი. ოსტინ. მართლა მაგას ვეძახი. აი, სიმპაუერს არის. მოდი ჩაგაცვა, ფეხზე კეტები. შეგიძლიათ დილით ჰამბურგერი მიირთვა? კი. ან მინდა ბაღში. მე სამსახურში მივდივარ და შენ თუ გინდა დარჩი სახლში მარტო. დარჩები მარტო? კაი, ჩვენ წავალთ ახლა. წავიდეთ ხო ჩვენ? დაგიტოვებია მარტო სახლში. ერთხელ ხამე რო ეძინა მაღაზიაში გავედი. მარტო დარჩები სულ? კიდე მარტო რო დარჩებ? ვიცი დარჩება. ეს კი არაფერს არ გააფუჭებს. პირიქით, შუქს ჩააქროს, ჭურჭელს გავეცხავს, თავისი ცოცხი პატარაკი. ეხა მეც ჩავიცვა. სადილს მოამზადებს და გაგიდებს კარგად. არა, სხვაგან მივდივართ. დაიწყო. ეს დაორდინალური დილა, როგორ ხასიათზე გაყენებს დილს. სახლში არ უტირი არასდროს ესე. იქამდე მივდივართ ხოლმე კარგად. აი კარებთან არის ხოლმე პატარა ისტერიკა და ეგეთი ჯერ არ ჩა. არ მივდივართ ბაღში, მაღაზიაში. მაღაზიაში წავიდე, პური ვიყიდე. მაღაზიაში მარტო რო დადის, იცით? შენ თვითონ ყიდო. წამოტოვე ბოქსი ვიყიდე. ფული მოგცე? მოგცე? იმედი ამ ჟაკეტს აღარ დასვი ხა. წასვლამდე. ოღონდ წავიდეს და ყველა. მოდი, ფული მოგცედე? მოდი. ხელფასი გაქვს დიდი სასაღები. წამოდე თოი ბოქსი ვიყიდე და რა მოგვივა ნახო. ჩაიდე ჩანთაში, ჩანთა ჩაალაგე შენი, ჩანთა. არა, ის უნდა გაცვალო ახლა, შენი ჩანთა უნდა დაიბრუნო. დილა სახლში ამით დასრულებულია, გავაგრძელებთ გარეთ უკვე მაღაზიაში, სადაც დილუ ყოველ დილას თოი ბოქს ყიდულობს ხოლმე პურის ნაცვლად საერთოდ. იმიტომ რომ ფაფა აქვს უკვე ნაჭამი და პური აღარ უნდა. წარმოდი. რამოდენიმე საფეხური ვარჯიში გამოვდის, ხო? კი, რამდენია? 20 საფეხური ვარჯიში გამოვდის. ნიკოს ერთად ყველა თქვი არ ვარჯიშობ. აქეთ მებრძანდით თუ შეიძლება. პატრულები სად არის? აღარ ყავს. ესე იგრძელდება დილა უკვე გარეთ და მაღაზიაში მივდივართ ლილუ. დიდ მაღაზიაში. დიდ მაღაზიაში მივდივართ. ეს კიდე 20 საფეხური, ანუ 40 სულ. ჩემი მანქანა აქეთ არის, ესე იგი შეგიძლიათ მოვბრძანდეთ. ლილუ უკან. ლილუ უკან ზის. დაგეხილია ეს აბა წავედით. დედი მოემზადე, ხა მაღაზიაში უნდა გადახვიდე. ტექსტი მომზადე. დედა. ეს არის ლილუს მაღაზია. იცნობს ყველა გამყიდოს, დაცვას. მიდი შედი ლილუ და დროზე გამოდი. ეს იგი მაღვიძარას ეთერში ლილუს დილა გრძელდება და შეიძლება ახლა იყიდოს თოი ბოქსი. ყოველ დილას ბაღში წასვლის წინ იყიდოს თოი ბოქსი. აბა რომანი
ის გინდა? ის არა, toy box-ი უფრო კაია. აი ეს აირჩიე, რომელიც გინდა ან ეს? არა, არა, ეს მერე, ბაღის ეს მერე. მერე. აჰა, თუ გინდა ორი ეს აიღე და ერთი ეს. აჰა. და ბაღში აწამო. გადაიხადე ახლა ფული და გამოდი. ურიგოთ მიდის, საერთოდ. ეს ფულს აწოდეს. ახლა გონიათ რამეს მოატყობთ, იცის და თუ ახლა და რამდენი უნდა. გაიხულ და გაიღე. ფულ დაიღე, იყო და არშიდებს. ფულ დაიღე. ფულ და დედას, აბა დედას თოქისებს. წავედით, გამოდი. წავიდა, კარგად ლილუ და მიდის ბაღში. კარგად. ნახვამდის. დაუქნიე ხელი. ნახვამდის. ხოლ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, უკვე ცნობილ ბავშვთან ერთად არა, შეიძლება ცნობილ მოზრდილ ადამიანთან ერთად და მასთან ერთად გავატარებთ დილას. კარგად.